დიახ, საჭესთან ქალია. ამ სლოგანით გაიმართა ავტო და მოტომოყვარულთა შეჯიბრი, რომელიც ქალთა ავტოსპორტის ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული. ფედერაციის წარმომადგენლებს სკეიტერებისა და პარკურის ფედერაცია შეუერთდა. საქართველოს ქალთა ავტოფედერაცია დაარსდა 2010 წლის ნოემბრის თვეში. ჩვენ ჩატარებული გვაქვს აქედან მოყოლებული 5 შეჯიბრი, ეს არის მე-6 შეჯიბრი. გარდა ამ შეჯიბრებებისა, ერთ შეჯიბრში გვაქვს მონაწილეობა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მივიღეთ მონაწილეობა, უნარშეზღუდულ ადამიანებს ჰქონდათ გაკეთებული შეჯიბრი, აი ძალიან მართლმადიდიანი საქმე იყო ჩვენთვის. ქალთა ავტოსპორტის ფედერაცია 2 წლის წინ დაარსდა. მისი მიზანი ავტოსპორტში ქალთა აქტიური ჩართვა გახდათ. ფედერაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კვლევის მიხედვით გამოიკვეთა ქალბატონების რაოდენობა, რომლებსაც ავტოსპორტში სურდათ მონაწილეობა. 2 წლის მანძილზე უკვე 4 შეჯიბრი ჩატარდა, რომელშიც ასევე ქალები მონაწილეობდნენ. საქართველოს ქალთა ავტოფედერაციასთან გვაკავშირებს დიდი ხნის თანამშრომლობა. უკვე 2 წელია მხარს უჭერთ მათ პროექტებს. პირველები ვიყავით, ვინმაც მცირე გრანტის ფარგლებში გაუწევთ დახმარება, რომ დაფუძნებულიყვნენ რაღაცა თავიდან შეძლებოდა ოპერირება. იმის მერე ძალიან ბევრი ღონისძიება აქვს ჩატარებული და ეს არის ერთ-ერთი მათ შორის, რომელსაც ისევ აქტიურად უჭერთ მხარს. შეჯიბრი ვაკის პარკიდან დაიწყო და ფინიშის ხაზი იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაივლო. ბოლოში მხოლოდ ქალი მძღოლები მონაწილეობდნენ. ორგანიზატორები აღნიშნავდნენ, რომ აქცია იმ სტერეოტიპის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელიც საზოგადოებაში ქალი მძღოლების მიმართ არსებობს. შეჯიბრი ქალთა საავტომობილო ფედერაციის 2 წლის თავის აღსანიშნავად შედგა.